ვინ იქნება 84 კილოგრამის პირველი ჩემპიონი? დაუმარცხებელი ნიკა ბრუნუჩიანი ნიკა ჩიტიშვილს გამას ქამრისთვის 5 რაუნდიან ბრძოლაში დაუპირისპირდება. მე ჩიტიშვილს წავიკითხავ როგორც საბავშვო წიგნს რა. ბრუნუჩიანს ხოლმე თავდაჯერებულება არ უშველის ჩემს დასამართლებლად. 29 მარტს Inglourious Basterds კარტზე ახალი ჩემპიონი გამოვლინდება. ბრუნუჩიანი არასდროს ვარ რინგზე ესეთ მებრძოლთან როგორც მე ვარ. როცა სპარინგობ ისეთ ლეგენდებთან და ისეთ ბიჭებთან როგორებიც არიან ალექსანდრ გუსტავსონი, გურამ ქუთათელაძე და ხამზატ ჩიმაევი, მაგის მერე რა უნდა იყოს ისეთი რაც მე რინგზე არ მაქვს ნანახი. მოგვიახლოვდა საჩემპიონო ბრძოლაც და როგორც იცით მე ამ ბრძოლისთვის მთელი ჩემი სული და გული და ჯანი და ღონით ვემზადები. ამ საჩემპიონო ბრძოლისთვის ძალიან ბევრი მაქვს ნაშრომი, ძალიან ბევრი ოფლი და სისხლი მაქვს დაღურილი. და ვიცი რა შემიძლია, რას წარმოვადგენ და ვინ ვარ ცხოვრებაში. მაგ ყველაფერს დავამტკიცებ აუცილებლად 29 მარტს და აუცილებლად ავწევ მაგ კამას, იმიტომ რომ მე ჩემპიონი უკვე ვარ. და უბრალოდ ეგ იქნება, აი ტორტზე რო არის ბოლოში მარწყვი რა, აი მაგ მარწყვს წამოვიღებ რა. მაგაში ეჭვი 1 გრამითაც არ მეპარება, იმიტომ რომ დიდი შრომა მაქვს ჩადებული მაგაში, მართლა დიდი შრომა მაქვს ჩადებული. რა ვიცი, ძალიან მაგარ ბიჭებთან მაქვს მომზადება გავლილი საქართველოში, საზღვარგარეთ და მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში. რომ მოვა ის დრო და მომენტი, როცა მე მაგ ტორტი და მაგ მარწყვს წამოვიღებ, მე ვიცი რომ ჩემ ცხოვრებაში უკეთესობისკენ შეიცვლება რაღაცეები. ხალხი გაიგებს ვინ ვარ და საბოლოოდ დაინახავენ რა შემიძლია. და მაგის იქითაც ბევრი შემიძლია და ბევრს დავამტკიცებ. ეს იქნება უბრალოდ ჩემი დიდი მიზნებისკენ ერთი პატარა ნაბიჯის გადადგმა და მაგაში ეჭვი არ მეპარება რომ მაგ ნაბიჯს გადავდგავ სრული სერიოზულობით და სრული შემართებით და რა ვიცი, დანარჩენს კიდე ვიტყვი ჩხუბში ყველაფერს. გამაში რომ მოვხვდი, თავიდანვე ვიცოდი რომ ჩემპიონი გავხდებოდი. თავიდანვე ვიცოდი რომ მაგ ჩხუბს დავამთავრებდი აი დროზე ადრე და უბრალოდ ცოტა კიდე გამეწელა ეგ ჩხუბი. აგერ ხედავთ კიდევაც ბავშვები ვარჯიშობენ დარბიან და შრომობენ, რაღაც თავის მიზნები აქვს ამ ცხოვრებაში და ვენაცვალე გულში ამ პატარა ნადირებს რა. აი ბავშვობაში ბევრჯერ გვივარჯიშია აი ამ კონკრეტულად აი ამ გორაგზე რა. ჩვენ ტრენერს ამოვყავდით და სულ დავრბოთ, აი საათები მაქვს დათმული და ტონობით მაქვს ოფლი დაღვრილი, აი კონკრეტულად აი მაგმარზე. და ამ ადგილთან მაგიტომ სულ მაქვს რა ესეთი კონკრეტული დადებითი ემოციები რა, მაგრად მიყვარს აქ ამოსვლა და სუფთა აირზე გასეირნება. აი პატარა ნიკუშას რო შეხვედრილი ყავი ზუსტად ვინც აქ ვარჯიშობდა და ვინც თავის შრომას დებდა აქ. იმას ვეტყოდი რომ არ გაჩერდე და ყველაფერი იქნება ისე როგორც შენ გაგისწორდება დროთა განმავლობაში. მე ცხოვრებაში ბევრი ისეთი რთული მომენტი მქონდა, ისეთი რთული გზა მაქვს გავლილი, მაგრამ მე არაფერმა არ გამტეხა პირიქით, მე ყველა სირთულემ გამაძლიერა და იმ ადამიანად დამაყენა ვინც ვარ დღეს. და მაგისთვის დიდ მადლობას ვუხდი პირველ რიგში უფალს, იმიტომ რომ რწმენა მქონდა ყოველთვის და ჩემი თავის უფლის რწმენა მქონდა ყოველთვის და ჩემ თავს მაგას ვეტყოდი ბავშვობაში რომ არ გაჩერდე რა და არ დანებდე და დაინახავ როგორ ნებდებიან სხვები. რაც თავი მახსოვს, მას მე ვიბრძვი, ჩემი სპორტული კარიერა დაიწყო დედოფლის წყაროში, უშუსანდით. ამ სპორტში მაქვს ძალიან ბევრი მიღწევები, ევროპის ჩემპიონატი, ევრაზიის ჩემპიონატი და საქართველოს ვაგზის ჩემპიონი ვარ. ჩემი მწვრთნელი იყო გიორგი ციკარაული და ილია დაიაური. შემდეგ მაქვს კიდევ მიღწევები კიკბოქსინგში, MMA-ში, ძალიან ბევრ სახეობაში მაქვს მონაწილეობა მიღებული. 2021 წელს გადმოვედი თბილისში. ამ დროს MMA უკვე პოპულარული იყო და გადავწყვიტე რომ ჩემი სპორტული კარიერა გამეგრძელებინა MMA-ით და მივედი კლუბ Warrior-ში, მას შემდეგ ვარჯიშობ კლუბ Warrior-ში. ყავს ძალიან კარგი სპარინგ პარტნიორები, მომზადებას გავდივარ სრულიად Warrior-ში. და
არაერთი მიღწევა მაქვს უკვე ამ დარბაზიდან მიღწეული. სპარინგ პარტნიორების სიმრავლე მაძლევს საშუალებას რომ შევარჩიო სტილისტიკურად და აღნაგობით ყველანაირად ბურნუჩიას მსგავსი მებრძოლი სპარინგებს გავდივარ მათთან და ცედოზლად ვემზადები ამ ბრძოლისთვის. ასე ბრძოლისთვის არასდროს არ მომზადებულ ვარ. ჩემი 100%-ს გამოიყენებ ამ ბრძოლისთვის. მივიღე ძიმე ტრავმა, იშნე და გაცმომიწია დროებით თუ არ იმეთქვა MMA-ზე და გამოჩნდა ეს საშუალება, რომ გამომეყენებინა და მეჩხუბა გამაში. პირველი ბრძოლა ჩავატარე 93 კილოგრამში სლავა მარგიშვილთან, რომელთანაც მოვიგე. შემდეგ რევანში რაღაც მიზეზების გამო დავმარცხდი, მაგრამ არ ვთვლი რომ ეს უნდა დამთავრდეს. არ ვიცი 93-ში ან 84-ში ან 93-ში, მაგრამ მესამე ბრძოლა იმედია შედგება. და გავაერთიანებთ კამერებს 84-ის და 93-ის კამერებს. მას შემდეგ რაც ჯერ 84-ის კამერებს მოვიგე. 84 კილოგრამი დიდი ხნის მანძილზე განიცდიდა გამოკვეთილი სახელების დეფიციტს. მაგრამ ახლა დივიზიონი კონტენდერების სიმცირეს არ განიცდის. ყველაზე ხმამაღალი განაცხადი მოქმედ კონტენდერებში სწორად ბურნუჩიანმა გააკეთა. მერაბიაშვილი პირველივე რაუნდში დაანოკაუტა, შემდეგ კი ალესკეროვი უმაგრეს ბრძოლაში დაამარცხა. ამ საქამრე ბრძოლაზე მე გამიყვანა ბათუმში ჩატარებულმა ჩხუბმა. ბათუმში ვეჩხუბე ძალიან მაგარ ბიჭს. ალბათ ბევრს არ ეგონა მასე რომ მოუგებდი, მაგრამ ანუ მანდ იყო ერთი დეტალი, რომელიც ბევრმა თქვენთაგანმა არ იცით რა. უბრალოდ მაგ ჩხუბამდე სანამ გავიდოდი კი არა, აი სანამ გამოგვიძახე, სანამ ჩვენ წყვილი მოვიდო და დავიტრამვე, ძალიან უაზრო დავიტრამვე. დავიბეჟე ორივე ქუსლი ჩემი სულელობის გამო, მაგრამ ჩემ თავს უთხარი რომ ეს არ გამტეხავდა და პირიქით გამაძლიერებდა. ჯეროდა ჩემი თავის, ჯეროდა უფლის რწმენის და ვიცოდი რომ ყველაფერს შევძლებდი და შევძელი კიდევაც. ამ ძალიან მაგარ ბიჭს ფაქტიურად კოჭმა მოუგე რა, მაგრამ ალბათ მასე უნდა მომხდარიყო რომ აი ესეც ლამაზი სანახაობა დაგვედო ორივეს რა. მადლობას უხდი მაგას და მადლობას უხდი ღმერთს ყოველ დღე. აი ესეც შანსებს რომ მაძლევს ცხოვრებაში და მაძლევს იმის შანსს რომ ჩემი თავი გამოვავლინო, იმიტომ რომ მე ვაკეთებ იმას რაც მიყვარს და რა ვიცი, ვაკეთებ მთელი ჩემი სული და გული და შემართებით. მარგიშვილთან ჩატარებული ორი უშეღავათო ორთაბრძოლა ნიკა ჩიტიშვილს 93 კილოგრამის ქამრის პრეტენდენტობას აახლოვებდა. თუმცა ჩიტიშვილმა 94 კილოგრამში ასპარეზობა გადაწყვიტა და ზუკა კაკულიასთან სადებიუტო ბრძოლაში დამაჯერებლად იმარჯვა. ფიქრობ რომ დავიმსახურე ეს სატიტულო ბრძოლა, რადგან დამარცხებული მყავს 93-ის ჩემპიონი, მოქმედი ჩემპიონი და ვფიქრობ რომ ამ დივიზიონის ორი საუკეთესო მებრძოლი შევხვდებით ერთმანეთს და გადავწყვეტავთ ვინ არის საუკეთესო. ჩემპიონობა ჩემთვის უცხო არის, მაგრამ გამარს სულ სხვა პრესტიჟი აქვს და ამ გამარს მე ავიღებ და დიდხანს დავჩები ჩემპიონი მე. ჩემ მეტოქეზე რას ვიტყვი? კაი ძილობიანი ბიჭია, პირველ რიგში კაი ოჯახიშვილია. ასევე როგორც მე, უბრალოდ მედალს ყოველთვის აქვს ორი მხარე. ჩემი ერთი მხარე არის ეს, როგორიც ვარ და მეორე მხარე არის, როცა მე ოქტაგონში შევდივარ, სულ სხვა ადამიანი ვიჩნდები. დაუნდობელი და რა ვიცი, პიროვნულად მე ჩიტიშვილს პატივს ვცემ, ვაფასებ, კარგი სპორტსმენია. მაგის რამოდენიმე ჩხუბი მაქვს ნახი გამაში. ტექნიკური ბიჭია. სხლარტი ბიჭია, რაღაც ისე მოძრაობს, ისეთ რაღაცებს აკეთებს, მაგრამ მე ჩიტიშვილს წავიკითხავ როგორც საბავშვო წიგს რა და მასეც მოხდება რა, მაგაში ეჭვი არ მეპარება. რაც შეეხება ბურნუჩიანს, კარგი მებრძოლია, კარგი დარტყმები აქვს, მაგრამ მე მაქვს ძალიან დიდი გამოცდილება და გასაღებია მის დასამარცხებლად. ბურნუჩიანი არასდროს დასულა რინგზე ესეთ მებრძოლთან, როგორც მე ვარ. ხო, თავდაჯერებულება არ უშველის ჩემს დასამარცხებლად. დაძაბულობამ პირველ პრეს-კონფერენციაზეც იჩინა თავი. ხო და აი კონფერენციაზე, მაგ დღეს მასეთი განწყობით ვიყავი რა და მაგას ახლა ვერ შევცვლით რა და თავარია, ახლა ბევრი ჰეითი მოყვა მაგ ყველაფერს, ჩემს ხარეს ბევრი ჰეითი წამოვიდა, მაგრამ უბრალოდ ხალხი ვერ ხვდება იმას, რომ ამ ყველაფერს ჩვენ იმიტომ ვაკეთებთ მოჩხუბრები რა, ზოგადად. რომ ცოტა ჩვენი
თავი წარმოვიჩინოთ რა, მთავარია ყველაფერი ჯდებოდეს სპორტის ფარგლებში, პიროვნულად არ გადავდიოთ ერთმანეთის შეურაცხყოფაზე და რელიგიას და ოჯახს არ ვეხებოდეთ რა. ჩემ თავს არასდროს არ მივცე მაგის უფლებას, მაგ კონკრეტულ თემებს რო შევეხო, ნებისმიერ მოწინააღმდეგესთან არ აქვს მნიშვნელობა. ამ საჩემპიონო დაპირისპირებას გამას გულშემატკივარი თვეების განმავლობაში ელოდა. ორივე მებრძოლმა განსაკუთრებულად დიდი დრო და ყურადღება დაუთმო ამ ბრძოლისთვის მომზადებას. მე მოვიდა პერიოდი, როცა გადავწყვიტე ევროპაში გადასვლა, კონკრეტულად შვედეთში, კონკრეტულად სტოკჰოლმში და მე ვარჯიშა მეჩხუბა მანდ მაგისტრის ვიყავი წასული იდეაში რა. მე მუშავა, მე მეორე ფაქტორი გამოდგა, რომ იქ თუ ვერ იმუშავე არ გამოვა, ხო ხდები რა. ეხლა ძალიან ძვირი ქვეყანაა და ძალიან ძვირია ყველაფერი მანდ რა და ეგ იყო მეორე ფაქტორი. მანდ რო გადავედი, მივედი სტოკჰოლმში არის ალბათ ყველამ თუ არა ბევრმა მაინც იცით ოლსტარის შესახებ რა და ოლსტარში ვარჯიშობდი წლების განმავლობაში, 3 წელი ვიყავი მაქეთ რა. მუშაობდი შვედეთში, რავი. კლუბის დაცვიდან დაწყებული, ძმა ჭურჭლის ბრეცხავა დამთავრებული, ყველგან მაქვს ნამუშევარი მან თითქმის რა. რასაც შრომა ქვია და თავი რო გამეტანა უბრალოდ მაგის მუშაობდი. მოკლედ ძალიან ბევრი სპარინგი მაქვს ჩატარებული ოლსტარშიც, ძალიან მაგარ ბიჭებთან, სოფლიოს წამყვან სპორტსმენებთან, მომავალ ჩემპიონებთან და ასე შემდეგ, ლეგენდებთან და ასე შემდეგ. იქ UFC-ა, იქ Bellator-ია, იქ PFL-ია, მთელი სოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოდიოდნენ ბიჭები. როცა სპარინგობ ისეთ ლეგენდებთან და ისეთ ბიჭებთან, როგორებიც არიან ალექსანდრ გუსტავსონი, გურამ ქუთათელაძე და ხამზად ჩიმაევი, როცა მაგათთან ღური სისხლს ოფს და ყველაფერს დებ მაგათთან სპარინგში, აი მაგის მერე რა უნდა იყოს ისეთი, რაც მე რინგზე არ მაქვს ნანახი. აი პროსტა მითხარით რა ვინმე რა. ყველაფერი მაქვს ნანახი რინგზე და რაც არ მაქვს ნანახი, იმასაც ვნახავ რინგზე აუცილებლად. მე მაგისთვის მზად ვარ. მე მზად ვარ ყველაფრისთვის. დანარჩენს კიდე ნახავთ. 29 მარტს შემოგთავაზებთ ძალიან მაგარ ბრძოლას. თუ საჭირო იქნება ვიჩხობთ 5 რაუნდის სისხლიან ბრძოლას, მაგრამ დასასრული მხოლოდ ერთი აქ ამარი მოდის ჩემთან. 29 მარტიც მოგვიახლოვდება, მალე მეგობრებო და 29 მარტს ჩემპიონთა აკადემიას ეყოლება კიდევ ერთი ჩემპიონი და ამ დარბაზს მე მიუძღვნი ამ ქამარს რა.